დირექტორის მოყვარული თანამშრომლები. საათი არის ირაკლი გეხვეწები რა ბიჭო ესეთი უპასუხისმგებლობა რა ვიცი 10 საათი ხდება და არავინ არ არის რა. აუ კაი ნუ ნერვიულობ ქიოც. დაბადების დღე მაქვს რანაირად არ ვინერვიულობ. დაპატიჟე ყველა მოვა დარწმუნებული ვარ, სხვა არ ნერვიულობ. რა ვინც დავპატიჟე კაცო? აბა? თანამშრომლებზე კი არ ნერვიულობ. ჩვენი უფროსი მაინტერესებს თუ მოვა ეგ არის მთავარი თუ არა. თანამშრომლები თუ არ მოვლიან არა უჭა. აი ფეხის ხვარი მოდის ბატონი მალხაზი მოდის აბა. გამარჯობა. იც მალხაზი მეგონა. გიო. გილოცო. გილოცო შემოძნაო. გაიხარე. ეს შენ ჩემგან. შემოგიარე. ეს რა თვინა ვინ მოსაწევს არ ვეწევი ხო ვიცი. კაი არა პრობლემის. გილოცო მრავალს დაესწარი ჩემი საყვარელი. გიო მამის მინა. თელიქზე ვფიქრობდი არ ვიცოდი შენთვის რამე ჩუქებინა და მე ტაქსმა მითხრა რომ მოვედი თუ ადგილზეო და ვერაფერს ყიდვა ვერ მოვახერხე. მაგრამ პირდები ისე არ დაგტოვებ. აი ამ დღეებში აუცილებლად რაღაცას გაჩვენე. რა ვიცი რამაირი ხალხი დავპატიჟე. დაჯიკი. ბიჭო, დირექტორი არ დაგიპატიჟებია. უი ხო. რას ქვია არ დამიპატიჟებია კი არა, ეგ დავპატიჟე პირველი ბიჭო რომ იქნება მეთქი ან დამაწინაუროს. მინიმუმ ხელფასი მაინც მომიმატოს თქო, მაგრამ ტიპი არ მოვიდა რა. კაი, ბიჭო, ვინ უნდა მოგიმატოს ხელფასი? შეჩემა პოჭია იმენა. პოჭია, წუწურაკი მეუნერი არ ვიცოდე მაინც რა. ზუსტად, ძმაო, ტიპი ისეთი წუწურაკია. სამსახურში ყავა და შაქარი გახა და ფასიანი რომ დამატებით შემოსავალი კონდეს. ტიპი წუწურაკია, არა. მე საერთოდ რა გავიგე? შინელი ადამიანი. ეხლა გაგაგიჟებთ. მოკლედ გავიგე რომ თურმე სახლში საერთოდ არ მიდის, ან თუ მიდის მარტო 10 წუთით მიდის, რომ ამ ცოლმა ფული არ თხოვოს არაფერს საერთოდ. რა ხელფასის მომატებაზე მოყოლება გამიკვირდა. აი მე როგორ მესიარო, გამარჯობა. აი მე ღმერთო კი არა და დირექტორო რა. ძალიან კარგია რომ მოხვედი. აი ზუსტად ეხლა მომდი რა კარგი უფრო. ბატონო მალხაზი მომძანით. კარგით ბიჭო. მე ვამბობდი რომ კარგი უფროსი გყავს თქო. ამათ ხო უბრალოდ რა უფროსი გყავს და მე დავამატე რომ კარგი ბრძანდები თქვენი. ფანტასტიკური. დაჯექი ირაკლი არ უნდა ხა ზედმეტი პირნერობა. ბატონო მალხაზ დავბრძანდით. ჩამოიერთვით თავი როგორც სახლში ისე იგრძენით. ვაჟა გილოცავ დაბადების დღე. გიორგი. გიორგი ხო, სრულიად. გაიხარეთ. მადლობა ძალიან. ბოდიში რო ასე ხელსარიელი მოვედი, მაგრამ დილით ხო გაგიკეთე საჩუქარი? ხო გაგინე? ხო შევაგინე კაცო დილით? ხო, მეც იქ ვიყავი. შენ შეგაგინე? არა, მე არა. არ არის საჭირო საჩუქარი ბატონო მალხაზ, უბრალოდ თქვენ ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი თქვენ გამიგეთეთ ეხლა სიმართლე რომ ძვირადღირებული რა გაგიკეთე? თქვენი თავი ბატონო მალხაზ. თქვენზე მდიდარი ეხლა აქ სუფრაზე არავინ არ არის და თქვენ ერთის ყოფნა სრულიად გადაფარავს აი ამ ბაღლინჯოების აქ ყოფნას. კარგი ბიჭი ხარ სამი. გიორგი, მოდი აქ. გიორგი, მოდი აქ. ეხლა ვართ ბაღლინჯოები, ჩვენ ვერ გავიგე, დირექტორი რომ მოვიდა? როგორ ლაპარაკია ეს? თქვენ სუბაღლინჯოები იყავით. უბრალოდ ეხლა დადგა ის მომენტი რომ მე თქვა ხმამაღლა. აბა, გახურდა კეიფი? იქ უხა თავადამ? მოდი მეგობრებო შევასვო სასმისები და მეთქი სადღეზე მინდა ვთქვა ჩვენ ახლა დღეს გიორგის იუბილეზე მოვედით ხო და გიო მე მინდა გისურვო ჯანმრთელობა როგორც ბატონი მალხაზია მე მინდა გისურვო ბედნიერება როგორც ბატონი მალხაზია წისვლა მინდა გისურვო როგორც ბატონი მალხაზია რაც მე ვერ დაგლოცო ბატონმა მალხაზმა დაგლოცო. მოდი მეგობრებო, ჩვენს იუბილარს დირექტორი უდღეგზეო. კი, გავუმარჯოთ, ჩვენ დირექტორი. გავუმარჯოთ. კაცი კაცლა, კარგად ყოფნა ბატონო მალხაზ. გიმარჯოთ. ეგრევე მეორე საფეხბურთო მინდა შემოთავაზო მეგობრებო. მე მინდა და პატარების სადღეღელო, ჩვენი პატარების სადღეღელო დამელია, მაგრამ რახან ბატონი მალხაზი მოვიდა, მე მინდა ბატონ მალხაზ გაუმარჯოს. ვაჟა. ბექა. ხო, ბექა. თქვი პატარების ადგილზეო, კაცო, პატარები ხო ჩვენი საზრუნავი არის ძირითადი. ხო, მე ჩემ პატარებზე რო ზრუნავ, მაგითო გოცავ თქვენ ბატონო მალხაზ, თქვენ გაგიმარჯოთ. მე როგორ მიყვარხარ ბატონო მალხაზ თქვენ წარმოიდგინეთ რა. აი შემიძლია მოვიდე და გაკოცო, ეხა თუ ნებას მომწევს. კი ბატონო. ჩემ საფრთხეზელოს არ ამბობ. მაცადე ცოტა ხანი რა, ცოტა შეხურდეს, და უნდა შეხურდეს ბიჭო. ჩემი დაბადების დღეა და ჩემ საფრთხეზელოს როდის იტყვი. შარზე ხარ, რა გინდა, ეხა მაცადე უნდა დავიდე. შარი, ნახჭუაშია ბიჭო, დაბადების დღე მაქვს და მინდა რომ ჩემი საფრთხეზელო შენი დაბადების დღე ჩემი კარიერული წინსვლის დღეა და მაცადე და შეიძლება ყოველდღე გადაგიხადო ეგ დაბადების დღე რა. ბიჭო, დაბადების დღე მინდა რომ მომილოცო, რა გინდა, ვერ გავიგე. ბიჭო, რატომენი გაბურხებო დაბადების დღე რა? შენ ბიჭო, რა გინდა, ეხლა ვერ გავიგე. მეგობრებო, დამშვიდით, სასიხარულო ინფორმაცია უნდა მოგახსენოთ. დიახ. მოკლედ, გადავწყვიტე ჩვენ სამსახურში ერთი ადამიანი
დავაწინავო. ვაიმე. ადამიანი რომელიც არის შრომის მოყარე, ჩემზე ამბობს. ჩემი დაბადების დღე. პასუხისმგებლიანი, გამრჯე, ღმერთო, თუ ეს მე ვარ მანიშნე რა, მე გამრჯე. და რომელიც არის ყველაზე დაუგზარელი ადამიანი. დიახ. ეს არის ჩემი ძმა, შალვა. და ხვალ მიდით და მიულოცეთ ჩემს ძმას. თქვენ ძმა შალვა? კი. გაგეხარდათ ხო? ძალიან გაგეხარდათ. ბრავო. შალვას მოვოცე. როგორი კარგი ძმა. კი, ბატონო მალხას, ბუდიში რომ ამას გეკითხებით, მაგრამ თქვენ ოჯახში წარსულები ყავთ? არა, ყველა სახეზე ვართ. მაშინ წარსულების სადღეგრძელოს გადავახტეთ და მე მინდა ერთი აუცილებელი სადღეგრძელო დავლიო, იმიტომ რომ ერთადერთია ჩვენ სუფრაზე და ყველა მამაკაცმა უნდა მივირთვათ ეს სადღეგრძელო აუცილებლად. ბეხზე დამოუდგეთ. მაღლა წაში ერთი არწივი დაფრინავდა. მას კლანჭებით ლამაზი მარგალიტებით აკინძული მძივი გადაჰქონდა. უცებ ეს მძივი გაწყდა და ეს ლამაზი მარგალიტები სულ ძირს დაეყარა. მარგალიტებს არ ვიცი რა ბედი ეწია, მაგრამ არწივმა იფრინა ჩვენთან შემოფრინდა და აი აქ სუფრის თავზე ზის ჩვენი მეფე, ჩვენი არწივი, ბატონი, დირექტორი მინდა ვაღეგზელო, ასე გახსოვებული ვიყავი ყოველთვის ჩვენი მალხას. კარგი მართლა. კარგი ბიჭი ხარ აკაკი. ბეკა. ხო, ბეკა. ბატონო. აუ თქვენ გენაცვალეთ. მოკლედ მეგობრებო, ერთი სადღეგრძელო მეც მინდა რომ თქვა, თუ შეიძლება. ჭიკა შეუზე. ჭიკა მიეცი მამაშენს, კაცო ყანწი სად არის? ერთი ძოდი ყანწი რა თმიქვია, ფიალა მოიტანე. ფიალა ჭინის რა ქვია? არა, ეს ჭინჭილა ჯობია მე მგონი. ერთი წამი. ჩემიდან დალიეთ ბატონო მალხას. სავსება. იყოს არ მინდა ჭიქით ვიტყვი. მამუკა, ძალიან კარგი ხარ, მაგრამ ჭიქით ვიტყვი. მე მესმის ახლა აქ რაც ხდება, ძალიან უხერხულში ვარ მართალი გითხრათ, იმიტომ რომ დღეს ჩემი ნუგზარის დაბადების დღეა და მე რომ გიორგი. ხო, გიორგი. რო ადრიგძელებთ, მე მადრიგძელებთ მე უხერხულად ვარ, მაგრამ მესმის ეს ყველაფერი მე წარმატებას რომ იცოდეთ მეგობრებო, ჩემით მივახცე, ჩემი თავდაუზოგავი შრომით. ნუ თავდაუზოგავი რა, ნიჭიერი ვარ და მე მინდა მე გამიმარჯოს. თქვენ გაგიმარჯოთ ბატონო მალხას. გაგიმარჯო. შეიძლება რომ გაკოცოთ რაღაცა. რა ვიცი, როგორც გინდა. გაგიმარჯოთ. აუ თქვენ გენაცვალეთ. ბოდიში. მოდი ტორტი ჩავაქროთ. ტორტი ეხლა ჩვენს იუბილეს ტორტი ჩავაქრობთ, ხო? აბა, მოემზადე. მომეცი. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე წარმატებული უფროსი რო ყავს ჩვეულებრივი გიორგის დაბადების დღეა. გილაცა მადლობა, გაიხარე. აბა დაიჭერი ანი ტორტი. კი, ყველაფერი. მიხარია ლექსო შენი ამბავი, გენაცვალე. იყოს ლექსო. კი ბატონო, ბოდიშით მე საპირფარეშოში გავალ და მოვალე. ბატონო მალხას, მეც რო წამოვიდე ხო შეიძლება? კი, მოდი, კი ბატონო, არა, თუ გინდა წამოდი. არა, მე არ მინდა, მაგრამ თქვენ თუ გესიამონება თუ იზამ ბატონო მალხას, პრობლემა არ არის. მე ერთი წამით უღრიგო გადავიდიხარ შემოწმო ჯერ სტაჟიერი თანამშრომლები, მე გამოვყვებით ბატონო მალხას არ არის პრობლემა. დაბადების დღე მაქვს, მე მგონი მე და მე გავყვები ბატონ მალხას საპირფარეშოში. არა, ბატონო მალხას, მე საპირფარეშოში არ ვიცი, მაგრამ ცოლად გამოვყვებით. ხალხო, არავის გაყოლა არ მინდა, გავარ საპირფარეშოში და მოვალ. უბრალოდ კალთან დაგელოდებით. არა,